აფხაზეთის შემდეგ რუსეთთან ხელშეკრულების გასაფორმებლად ცხინვალი ემზადება მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი ლეონიდ თიბილოვისთვის უსაფრთხოების გარანტიაა, თბილისისთვის კი კიდევ ერთი რეგიონის ანექსიის მცდელობა. ერთობლივი ჯარისა და პოლიციის შექმნამდე კი ცხინვალი რუსებთან ერთად სამხედროების მომზადების დონის ასამაღლებლად სწავლებებს ატარებს. რუსულმა თვითმფრინავმა უხილავი მოწინააღმდეგე მხოლოდ კოორდინატების საშუალებით უნდა აღმოაჩინოს და გაანადგუროს. რუსულ-ოსური სამხედრო წვრთნები ოკუპირებული ცხინვალის ძარცემის ბაზაზე დაიწყო. ფართომასშტაბიან სწავლებაში უპილოტო თვითმფრინავები და მძიმე ტექნიკაც მონაწილეობს. აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულების მსგავსად, ერთობლივი ჯარისა და პოლიციის შესაქმნელად ცხინვალშიც ემზადებიან. საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ამ შეთანხმების დადება სწორედ მათი უსაფრთხოების პრობლემებითაა განპირობებული. ხელშეკრულების პროექტზე რუსეთის ფედერაციასთან ყველა ერთად მუშაობთ. ვაპირებ ხვალვე შევკრიბო პოლიტიკური საბჭო, გავიარე კონსულტაცია და შევისწავლო დოკუმენტაცია. ჩვენ მოვიწვევთ პარლამენტსა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რათა შევიმუშაოთ პროექტი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება. მოსკოვი ცხინვალთან ამ ეგრეთ წოდებული ანექსიის დოკუმენტის გაფორმებას მომავალი წლის დასაწყისში აპირებს. რუსეთი უკან დახევას არ ფიქრობს. ურთიერთობა რუსეთსა და აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის არის ურთიერთობა სუვერენულ სახელმწიფოებს შორის და ეს ურთიერთობა ვითარდება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით. რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დღეს ვარშავაში გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მოსკოვი საქართველოს ევროპული ვექტორის შეცვლას ცდილობს. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც საერთო მომავალსა და მიზნებზე შენდება, თუმცა გამუდმებით განიცდის მუქარას, საფრთხეს დასჯას მისი თავისუფალი გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის გამო, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ოპოზიცია მთელ პასუხისგებლობას ხელისუფლებას და ყოფილ პრემიერს აკისრებს. მმართველი გუნდის წევრები კი პოლიტიკურ ძალებს შიდა კონსოლიდაციისკენ მოუწოდებენ. ჩვენ და საქართველოს მოქალაქეებს პრეტენზია აქვს არა ლავროვთან, რომლის მთავრობის აგრესიული განზრახვების საქართველოს მიმართებაში დიდი ხანია ცნობილია, არამედ ბიზნა ევანიშვილთან, რომლის უკვლევლივ ყველა დაპირება, უკვლევლივ ყველა სფეროში აღმოჩნდა ტყუილი. იგი არ წმენობდა საზოგადოებას, რომ არანაირი განზრახვა რუსეთს რომ დაიპყროს საკუთარი მეზობლების ტერიტორიები არ აქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, კონსოლიდირებული უნდა ვიყოთ შიგნიდან, უნდა მოხდეს შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის, არის რაღაც საკითხები, სადაც განსხვავებები ჩვენ შორის არ არსებობს და რა თქმა უნდა ვიყოთ ფხიზლად. პუტინმა და ხაჯიმბამ ეგრეთ წოდებული მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2 კვირის წინ სოჩში გააფორმეს. ცხინვალი მოსკოვთან ამ ტიპის შეთანხმების დადებას 2015 წლის იანვარში გეგმავს.